კვლევის ფარგლებში ჩვენ ასევე შევისწავლეთ სიხშირე, რა სიხშირით ყიდულობენ პროდუქტებს ონლაინ და როგორც აღმოჩნდა ამ მიმართულებით მომხმარებელთა ქცევა ორ ნაწილად არის გაყოფილი. 50% აქტიური მომხმარებელი არის ონლაინ ვაჭრობის, რაც გულისხმობს, რომ თვეში ერთხელ ან უფრო ხშირად ყიდულობენ სხვადასხვა პროდუქტებს, ხოლო 50% არის პასიური მომხმარებელი, რაც გულისხმობს, რომ 2-3 თვეში ერთხელ ყიდულობს სხვადასხვა პროდუქტს. ჩვენ ასევე შეგვეძლებინა მონაცემები ქართული ვებსაიტებიდან და უცხოური ვებსაიტებიდან რა სიხშირით ყიდულობენ პროდუქტებს და როგორც აღმოჩნდა, აქტიური ქცევა უფრო მეტად დამახასიათებელი არის უცხოური ვებგვერდიდან ან პლატფორმიდან სხვადასხვა ნივთების შეძენის, ანუ 51% არის აქტიურად ჩართული თვეში ერთხელ ან უფრო ხშირად ყიდულობს პროდუქტს, ხოლო ქართული ვებსაიტების შემთხვევაში ეს მაჩვენებელი 51%-ში ადგას, ანუ მცირედი განსხვავება გვაქვს ამ მიმართულებით. კვლევის ფარგლებში ასევე შევისწავლეთ, რა პროდუქტებს ყიდულობს მოსახლეობა ბოლო 6 თვის განმავლობაში ყველაზე აქტიურად ონლაინ და როგორც აღმოჩნდა, ყველაზე მოთხოვნადი კატეგორია არის ფეხსაცმელი, ტანსაცმელი და აქსესუარი, რომელსაც მომხმარებელთა თითქმის ნახევარი ყიდულობს, ასევე აქტიურად ყიდულობენ საყოფაცხოვრებო პროდუქტებს და ნივთებს და მესამე ტოპ კატეგორიაში შეგვიძლია შევიყვანოთ ბავშვების პროდუქტები, ეს არის სამი ძირითადი კატეგორია, რომელსაც საქართველოში მომხმარებელი ონლაინ ყიდულობს. კვლევის ფარგლებში ასევე გავიგეთ, რომელი უცხოური პლატფორმა არის წამყვანი, ანუ ბოლო 6 თვის განმავლობაში, რომელი პლატფორმიდან შეუძენიათ სხვადასხვა პროდუქტი და აღმოჩნდა, რომ მომხმარებელთა უმრავლესობას თემუდან შეუძენიათ სხვადასხვა პროდუქტი. 75%-ში ადგას ეს მაჩვენებელი და სხვა უცხოური პლატფორმის მაჩვენებელი მნიშვნელოვნად ჩამოვარდება აღნიშნულს. მეორე ადგილს იკავებს Amazon-ი, რომელსაც 16% აქვს და თქვენც შეხედათ რამდენად დიდი სხვაობა არის ამ ორ პლატფორმას შორის.